მოგესალმებით. ამ ვიდეოში იხილავთ რამოდენიმე ამოცანას. ყოველი ამოცანის მერე დრო გექნევათ მოსაფიქრებლად და თუ დროში ვერ ჩაეტიეთ, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო. ჩაინიშნეთ თქვენი პასუხები და ვიდეოს ბოლოში გადაამოწმეთ თუ რამდენად სწორად უპასუხეთ მათ. ასევე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ახლა კი მოისმინეთ პირველი ამოცანა. ქალაქის გარეუბანში ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც სახლიდან შორს არასოდეს მიდიოდა. ცხელ ზაფხულში, ერთ-ერთ პარასკევ დილით, მის სახლთან პოსტალიონი მივიდა და დაუძახა, თუმცა მეპატრონემ მას პასუხი არ გასცა. პოსტალიონმა ფანჯერაში შეიხედა და სახლის მეპატრონე იატაკზე, სისხლის გუბეში მწოლიარე დაინახა. პოსტალიონმა პოლიციას გამოუძახა. მათ სახლთან ორი ბოთლი იპოვეს. პირველში თბილი, მეორეში კი ცივი იყო. ასევე სამშაბათი დღის ყოველდღიური გაზეთი. შემდეგ დღეს პოლიციამ მკვლელი დააკავა. როგორ მიაგნეს დამნაშავეს ასე სწრაფად? სასწავლო წლის პირველ დღეს, ბოლო შესვენებაზე, ერთ-ერთ კლასში გეოგრაფიის მასწავლებლის ცხედარი იპოვეს. პოლიციას 4 ეჭვმიტანილი ყავს: მებაღე, მათემატიკისა და ფიზკულტურის პედაგოგები, დირექტორი. თითოეულმა მათგანმა მოყვა თუ სად იმყოფებოდა მკვლელობის დროს. მებაღე სკოლის უკანა ეზოში ბუჩქებს ჭრიდა. მათემატიკის მასწავლებელი სემესტრის ბოლო ტესტირებას ატარებდა. ფიზკულტურის მასწავლებელი მოსწავლეებთან კალათბურთს თამაშობდა. დირექტორმა მთელი დღე თავის კაბინეტში გაატარა. ამის შემდეგ პოლიციამ დამნაშავე დაუყოვნებლივ დააკავა. ვინ მოკლა გეოგრაფიის მასწავლებელი და როგორ დაადგინა პოლიციამ მკვლელის ვინაობა? მისის სმიტმა პოლიციას ძველებური ყელსაბამის გაუჩინარების განცხადებით მიმართა. როდესაც პოლიციელები დანაშაულის ადგილზე გამოცხადდნენ, ნახეს, რომ არც კარზე და არც ფანჯარაზე ყაჩაღობის კვალი არ იყო. აღსანიშნავია, რომ ოთახში ფანჯრის მხოლოდ ერთი შუშა იყო ჩატეხილი. სახლში სრული აურზაური სუფევდა. ხალიჩაზე კი ჭუჭყიანი ნაკვალევი აღინიშნებოდა. შემდეგ დღეს მისის სმიტი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. რატომ? დღეისათვის სულ ეს იყო. ახლა კი მოისმინეთ ამოცანის პასუხები. პირველ ვიდეოში ნათელია, რომ მკვლელი გაზეთების დამრიგებელია. მხოლოდ მას შეეძლო ცოდნოდა, რომ 5 შაბათს და 4 შაბათს გაზეთების წამკითხველი აღარავინ იქნებოდა. მეორე ვიდეოში გეოგრაფიის პედაგოგი მათემატიკის მასწავლებელმა მოკლა. მისი სიტყვებით, ის შუა სემესტრულ ტესტირებას ატარებდა, თუმცა დანაშაული სასწავლო წლის პირველ დღეს მოხდა. მესამე ვიდეოში პოლიციელი მიხვდა, რომ მისის სმითი მათ ატყუებს. ფანჯრის შუშა მხოლოდ სახლიდან შეიძლება ყოფილიყო ჩამსხვრეული, ვინაიდან თუ მას გარედან ჩატეხავდნენ, ნამსხვრევები იატაკზე ეყრებოდა.
არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, რადგან წინ ბევრი საინტერესო ამოცანები გელოდება. დამიწერე კომენტარებში, რომელი ამოცანა იყო შენთვის საინტერესო და შემდეგში როგორ ამოცანებს ისურვებდი.